ერთმა დაგვაკლოს. ძვირფასო რადიო მსმენელებო შეგვიწყალოს. მეუხება არ მოგვაკლოს. უფალმა ღმერთმა ჩვენმა. ეკლესიის ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ადამიანის მიერ ფაქტიურად ღმერთის ჩანაცვლების იდეა ფიგურირებს ყველგან, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა მეთოდით, სხვადასხვა სახით და ამის განხორციელება ყველა ეპოქაში ცდილობდა ადამიანი დავიწყოთ წარმართული რელიგიებიდან დაწყებული, როდესაც ღვთის ჩანაცვლება კერპების მეშვეობით ხორციელდებოდა, შემდეგ მეთოდები იცვლება, იხვეწება და ადამიანი თავად ცდილობს ღმერთის ადგილის დაკავებას. ამას ხან მეცნიერების სახით, ხან ფილოსოფიის, ხან ღვთისმეტყველებით ახორციელებს და ერთ-ერთი ყველაზე მზაკრული მცდელობა ამისი გახლავთ სწორედ რომ თავად ქრისტიანულ რელიგიაში ისეთი სწავლებების შემოღება, რომლებიც აი ამ დოგმატურ დონეზე დააკნინებენ ქრისტე ღმერთის მნიშვნელობას სამყაროში და ყალბი ღვთისმეტყველებით ჩაანაცვლებენ ღვთის ადგილს ადამიანური ნაზრებებით და ბოლოს თავად ადამიანით. ცნობილია, რომ პირველი ქრისტიანებს საშინლად დევნიდნენ, აწამებდნენ ჭეშმარიტების დაცვის გამო. ამის მიუხედავად მრავალი მათგანი მტკიცედ იცავდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, რომელიც ღმერთმაც იესო ქრისტეს მიერ მიემატლა კაცობრიობას და ქრისტიანები ხედავთ ჩვენ კარგად, რომ მოწამეობრივი სიკვდილით აგვირგვინებდნენ თავის ცხოვრებას ქრისტეს ერთგულებით და მტერი მიხვდა, რომ აი ამ გარეგნული ზეწოლით მხოლოდ აძლიერებდა ქრისტიანებს და ის ეკლესიის შიგნიდან, ესე იგი, მორყევას შეეცადა, აი ამ სწავლებების დათესვით ეშმაკმა მრავალი მწვალებლური სწავლება, ერესი ჩამოაყალიბა, ესენია ძირითადად ებიონელების სწავლება, ასევე გნოსტიციზმის მრავალი სახეობა, მანიქეველები, პელაგიანელობა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მართლმადიდებლური კატეხიზმის განსაზღვრებით ერესი არის ღვთაებრივ ჭეშმარიტებაში უცხო საწინააღმდეგო სწავლების შერევა. ანუ ის ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან იღებს ისეთ თეზისებს, რომლებიც მის შეხედულებებს შეესაბამება, ხოლო დანარჩენ ჭეშმარიტ დოგმატურ სწავლებას, კერძოდ რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი, მესია და ამავე დროს სრული კაცი თავისი ბუნებით, რომელმაც გამოისყიდა კაცობრიობა ცოდვის მორევისაგან, თავისებურად არის განმარტებული, ან აშკარად უარყოფილი. ამიტომ ერეტიკოსები შეიძლება გახდეს თავნება ადამიანები, რომლებსაც სარწმუნოებაზე თავის შეხედულებები გააჩნია და ამ პარტავნების გამო არ სურთ დაემორჩილონ წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის სწავლებას. პირველ საუკუნეებში ერეტიკოსები ხდებოდნენ იუდეველები და წარმართები, რომლებიც ქრისტიანობდნენ, მაგრამ ემავდროულად არ უარყოფდნენ იუდაიზმიდან და წარმართობიდან ათვისებულ მცდარ შეხედულებებს. ანუ გარეგნულად ისინი ქრისტიანებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ სინამდვილეში ქრისტეს ეკლესიის მტრები იყვნენ და აი ამ პირველი საუკუნის ერესებში ზოგი უარყოფდა ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას, ზოგი პირიქით მხოლოდ ღვთაებრივს აღიარებდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავდაპირველად ხედავთ ჩვენ, რომ ეკლესიაში მკაფიოდ ჩამოყალიბებული დოგმატური სწავლება მხოლოდ გადმოცემის სახით არსებობდა და ის ჯერ კიდევ იყვნენ ცოცხალი მოციქულები, რომლებიც ხადად ადასტურებდნენ ქრისტეს სწავლებას, შემდეგ მათი ადგილი დაიკავა მოციქულებრივმა მამებმა და მათმა მოწაფეებმა და ხსოვნა იმისა, თუ როგორ ცხოვრობდა მაცხოვარი და რას გადაგებდა, ჯერ კიდევ ცოცხლად არსებობდა ქრისტიანებში. მაგრამ როგორც კი ჩნდება აი ამ უცხო შეხედულებები ეკლესიის წიაღში, იმ პერიოდის უდიდესი მამები და ღვთისმეტყველები იმაღლებენ ხმას აი ამ ერეტიკოსების წინააღმდეგ. და აი ამ პერიოდიდან სარწმუნოებრივი ერთობის შენარჩუნება ქრისტეში უკვე მწვავე პოლემიკის საგნად ხდება, შედეგად აი ამ პოლემიკის შედეგად მოიპოვება
ხშირად საღვთისმეტყველო დისკუსიებით და ამ დროს ჩნდება სწორედ გამიჯვნა ხდება, ესე იგი მართლმადიდებლური სწავლებისა, ცრუ სწავლებებისაგან, რომლებმაც ჩამოაყალიბეს პირველი ერესები. უკვე პირველ საუკუნეში აი ამ იუდაური წესგანგების მქონე ქრისტიანებში წარმოიშვა ეგრეთ წოდებული ებიონელთა ერესი, რომელიც უჩვეულო სიზუსტით იცავდა თითქოს ჯულის ადათებს და მისი მიმდევრები ძველი აღთქმიდან მხოლოდ მოსეს ხუთწიგნეულს აღიარებდნენ, ხოლო ახალი აღთქმიდან მხოლოდ მათ ესახარებას და ისიც დამახინჯებული სახით. რა თქმა უნდა, მოსეს ჯულისა და სახარების მოძღვრებების აი ასეთმა დამახინჯებამ შესაფერისი შედეგიც გამოიღო მათ ღვთისმეტყველებაში. ებიონელები ქრისტეს როგორც ღმერთს უარყოფდნენ და მას ჩვეულებრივ ადამიანად თვლიდნენ, რომელმაც თურმე ღვთაებრივი ძალა ნათლობისას მიიღო და რომელიც მოსე წინასწარმეტყველის მსგავსი პიროვნება იყო და უარყოფდნენ რა ქრისტეში აი ამ ღვთაებრივ ბუნებას, ისინი მას უბრალო ადამიანად იოსების და მარიამის შვილად მიიჩნევდნენ. ამრიგად ეს მთავარი დოგმატი ქრისტიანობისა, კერძოდ იესო ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოსყიდვისა ებიონელებს არ ჰქონდათ. ამიტომ ისინი ქრისტიანობიდან იუდეველებად იულად იქცნენ და გამოიყვნენ კიდეც შემდეგ ცხადია ქრისტეს ეკლესიას. მათ ფაქტობრივად გაემეორეს იუდეველების გზა, რომლებმაც არ მიიღო იესო ქრისტე როგორც მესია და სხვა მესიასელიან დღესაც ისინი, რომელიც წმინდა მამათა სწავლებით იქნება ანტიქრისტე. ყველა მომდევნო ერესი თუ დავაკვირდებით ჩვენ კარგად, ასე თუ ისე იმეორებს აი ამ ებიონელების ცრუ სწავლებას. მათში ან აკლებენ ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას, ან უარყოფდნენ მის ადამიანურ ბუნებას, როგორც მოგახსენეთ. ორივე შემთხვევაში ერეტიკულ სწავლებას მიყავდა ადამიანი უმთავრესი დოგმის უარყოფამდე, რასაც ქვია ადამიანის გამოსყიდვა და ცხონება. ამიტომ სწორედ ღმერთკაც იესო ქრისტეს მიერ იყო შესაძლებელი ადამიანის გადარჩენა და ამას კარგად ადასტურებს პავლე მოციქული, როდესაც ბრძანებს, რომ ხოლო ჩვენ ვქადაგებთ ქრისტესა, ჯვარცმულსა, 2000 საცდურ და წარმართთა სისულელესა. ესე იგი, აქ ცხადად ჩანს მამდადანო იუდეური და წარმართული დამოკიდებულება ქრისტესადმი. მოციქულის ეს სიტყვები არის ერთგვარი გასაღები ამ ერესების წარმოშობის გააზრების საქმეში. იუდეველების წარმართებით უარყოფენ ქრისტეს ჯვარცმის ღვაწლს და ამ მიზეზით ქრისტეს ეკლესია ყოველთვის ებრძოდა აი ამ ორივე სულისკვეთების გამოვლინებას, იუდეურისა, რომელიც უარყოფს ქრისტეს და წარმართულისა, რომელიც ვერ ჩაწვდა აზრს თუ როგორ შეიძლებოდა გარდაქმნილიყო ღმერთი ადამიანად და შემდეგში ყველა მომდევნო ერესი აი ამ საზრდოობდა, როგორც მოგახსენეთ, და ახლაც საზრდოობს აი ამ ორი შეხედულებით. წარმართობა და იუდაიზმი. შესაძლოა ბრძოლობდნენ კიდეც ერთმანეთის წინააღმდეგ, იყო ესეთი პერიოდებიც და დღესაც არის, მაგრამ ისინი ყოველთვის ერთიანდებიან ღმერთკაც იესო ქრისტეს წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს დაადასტურა სახარებამ, როდესაც დავინახეთ ჩვენ, რომ ქრისტეს ჯვარცმის დროს ის ყველა ერთმანეთის მოწინააღმდეგე პარტია თუ პოლიტიკური თუ რელიგიური ხედვა გაერთიანდა ქრისტეს წინააღმდეგ ბრძოლაში. ესია დღესაც და ესე იქნება მივიდრე მეორედ მოსვლამდე. მთავარი საცდური მათთვის იყო და არის თეზა, რომ როგორ შეიძლება ადამიანის ბუნებამ შეერწყას ღვთაებრივს და წარმართა ცნობიერებაში ჩვენ ღმერთები ვიცით ღმერთებად რჩებოდა და ქრისტიანობის სწავლების ბას, ამიტომ ისინი სისულელად არასერიოზულად აღიქვამდნენ და იუდეველებისთვის კიდე ღმერთის განხორციელება
მკრეხელობა ჟღერდა თურმე და ქრისტე მოკლეს კიდეც სწორედ აი ამის გამო ჩვენ ხედავთ ამ სახარებისეულ სიტყვებში რომ ღმერთსაცა მამა თვისად იტყოდაო და თავსა თვისა სწორყოფდა ღვთისაო და ამიტომ ისინი არაერთ გზის იღებენ ქვებს ხელში რათა ჩაქოლონ მაცხოვარი ამრიგად აი ეს ებიონელთა ერესი ერთგვარი გენეტიკური მემკვიდრეობის ფუძემდებლად გვევლინება ჩვენ კაცობრიობის ისტორიაში და აი ამ ღმერთკაცი იესო ქრისტეს უბრალო ადამიანით ჩანაცვლების იდეა, რასაც ისინი ახორციელებენ, ასეთი სიჯუტით და როგორც ავრცელებდნენ ისინი ერეტიკოსები საუკუნების მანძილზე, გახლავთ ალბათ სამყაროს შინაგანი ერთგვარი მზადისი საიმისოდ რომ ადამიანმა უგულებელყოს ღვთის არსებობა სამყაროში და კაცობრიობის ცნობიერებამ ანტიქრისტეს მისაღებად მოამზადოს. აი ამიტომ გაილაშქრა სწორედ რომ დედა ეკლესიამ ანტიქრისტიანული იდეის წინააღმდეგ და შეძლო ჩამოეყალიბებინა მის წინააღმდეგ ჭეშმარიტი დოგმატური სწავლება, რომელიც დამტკიცდა კიდეც მსოფლიო კრებებზე. მოკლედ კიდევ გნოსტიციზმზეც თქვათ ორიოდე სიტყვა და ბაში როგორც ღვთისმეტყველები შენიშნავენ არის ერთგვარი ნაზავი აი ამ ებრაული, ირანული, ბაბილონური, ეგვიპტური და სხვა აღმოსავლური ტრადიციებისა და მათი ძირითადი სწავლების თანახმად არსებობს უზენაესი, უხილავი და მიუწვდომელი მამა რომლის თანაარსია მისივე აზრი, ბარბელო, ანუ ბარბელონი, ანუ უზენაესი დედა. უფალი იესო ქრისტე გნოსტიკოსთა ერთი ნაწილის შეხედულებით, მხოლოდ ღვთიური და კაცური ბუნება, ღვთიურია და მხოლოდ კაცური ბუნება მოჩვენებითად აქვს შემოსილი, მეორე ნაწილის აზრით, მხსნელი თავდაპირველად დაიბადა როგორც ადამიანი, რომელშიც ჩასახდა შემდეგ ღვთიური აზრი, რასაც ამბობენ ებიონელები ფაქტობრივად. გნოსტიკოსებს მრავალი მწვალებლური სწავლება ჰქონდათ და ისინი ძალიან განშტოებებით იყვნენ გამორჩეულნი, ჩვენ მხოლოდ თემატურად ვიკვლევთ, რაც არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, კერძოდ რომ იესო ქრისტეში ერთნი მის ადამიანურობას უარყოფდნენ, ხოლო მეორენი მის ღვთაებრივ ბუნებას იმ მოტივით, რომ ძეღვთისას არ შეეძლო შეესხა ადამიანური ხორცი, რომელიც მათი სწავლებით ბოროტებას წარმოადგენს და ქრისტე ზოგიერთი გნოსტიკოსის აზრით ერთ-ერთი ეონი იყო, რომელიც გამოაგზავნა სამყაროს გადასარჩენად, რომელსაც შეეძლო თურმე სამყარო სიბნელისა და ბოროტების მეუფებისაგან გაეთავისუფლებინა. მაგრამ გნოსტიციზმის მამად წოდებული იგივე სვიმეონ მოგვი კითხულიდა, რომ ღვთის დიდი ძალა სამყაროს გასათავისუფლებად წარმოგზავნილი თვითონ იყო და იყო ესეთი პიროვნებაც ასევე მენანდრე, მისი თანამოაზრე და თავს სულიწმინდად ასაღებდა და ვინც ამას ირწმუნებდა, უკტავებასაც კი პირდებოდა. ამრიგად ვხედავთ ჩვენ, რომ მათი სწავლების თანახმად ადამიანს შეუძლია კაცობრიობის გადარჩენა. ანუ ადამიანური ძალის ხმევით შეიძლება მოიწყო ცხოვრება დედამიწაზე და არც თუ ისე ცუდად უკტავებასაც კი პირდებოდა. და თუ ქრისტე არ არის ჭეშმარიტი ღმერთი და ენუიყოფინ ესეთი აზრი, არამედ უბრალო ადამიანია, ჩვენც მისნიერი ადამიანები ვართო, ესე იგი თანასწორნი და ერთად შეგვიძლია აი ამ ქვეყნიური სამეფოს აღშენება და ბედნიერების მოპოვება. მომდევნო ერესებში ეს იდეა ასე თუ ისე შენარჩუნებულია, არიოზი პირდაპირ ამტკიცებდა ძის ქმნილი ბუნების შესახებ, ანუ მანაც გაატოლა ქრისტე უბრალო ადამიანთან, რაზეც გვექნება ჩვენ საუბარი და ასევე მონოფიზიტებსაც თუ დავაკვირდებით, მეორე უკიდურესობა ქრისტეში ადამიანური ბუნების უარყოფის შედეგად იმდენად განაშორეს ღმერთი
ადამიანისაგან და სამყაროსაგან, რომ ამ გარე მოებამს განაპირობა, რომ ადამიანის ზედმეტი აქტიურობა მოიწყოს, ესე იგი, ღმერთის გარეშე ცხოვრება.